მოგესალმებით, BMG საინფორმაციო სამსახური იწყებს პირდაპირ ეთერში მუშაობას ბიზნესსა და ეკონომიკაში მიმდინარე ამბებს მე ჟურნალისტი ელენე გოგბერაშვილი გაგაცნობთ. მორალს არავის ვუკითხავ, მაგრამ სიჩუმეც არ ვარგა ბიზნესმენი თემურ ჭყონია ლელოს ლიდერების და ყოფილი ბიზნესმენების მამუკა ხაზერაძის და ბადრი ჯაფარიძის დაკავებას ეხმაურება. მისი შეფასებით ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ბიზნესის განწყობაზე დამთრგუნველად მოქმედებს. ადამიანის შრომა და მისი როლი თანამედროვე საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში თუ არ გაითვალისწინე და ყველაფერს ხაზი გადაუსვი, მაშინ რატომ ვიცხოვრეთ ამ ქვეყანაში? რატომ ვქმნით ბიზნესის ისტორიას? რატომ ვქმნით ოჯახის ისტორიას? თუ ეს ყველაფერი არაფერი ყოფილა, ამბობს ბიზნესმენი. ადამიანს ხომ უნდა დაუფასო ისტორია თუ რა აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული, ასე ეხმაურება ბიზნესმენი კახა ხაზარაძე ქართული ოცნების საგამოძიებო კომისიაზე. არ გამოცხადების გამო მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის 8 თვით დაპატიმრებას. ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილის აზრით მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავება ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და ეკონომიკაზე ცუდად აისახება. ასეთ ადამიანებს ხელის გულზე უნდა ვატარებდეთ, არათუ დილეგში ვამწყობდეთ, ასე ეხმიანება რენტალსისა და ერისთავი ისთეითის დამფუძნებელი ზურაბ ერისთავი ხაზარაძე ჯაფარიძის დაპატიმრებას და ამბობს, რომ საქართველოს თანამედროვე ისტორიაში თითზე ჩამოსათვლელია ადამიანები, ვინც პასუხისმგებლიანი ბიზნესები შექმნეს. დღეს მათი ციხეში ყოფნა, მათი ღირსების და გაბედულების საუკეთესო მტკიცებულებაა, წერს სოციალურ ქსელში საკონსულტაციო კომპანია ACT-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი თინათინ რუხაძე ყოფილი ბიზნესმენების დაკავებაზე. ექსპორტ ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი რესან ქიქავაკი ამბობს, რომ სასჯელი არაპროპორციულია. მეც გამოვესაჩლებოდი მამუკა ხაზარაძეს თბილისში ჩამოსვლისას 2 მიზანი მქონდა. მესწავლა ISM-ში და მემუშავა TBC ბანკში, რომელიც მაშინ იყო როგორც Google და Amazon-ი. თქვა ქიქავამ BMG-სთან. BMG-ს გენერალურ პროდიუსერს გიორგი ისაკაძეს რთულად წარმოუდგენია საქართველოში ბიზნესმენი, რომელიც მხარს უჭერს სასამართლოს გადაწყვეტილებას. მაისში კომერციული ბანკების დაკრედიტების ზრდის ტემპი 15%-მდე შემცირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით გასულ თვეში კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელი 456.9 მილიონი ლარით გაიზარდა და მაისის ბოლოს 64 მილიარდ 670 მილიონი ლარი შეადგინა. სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 15% შეადგინა. ამავე პერიოდში წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა თითქმის 509 მილიონი ლარით გაიზარდა. ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 52 მილიონი ლარით შემცირდა. რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის 2025 წლის მაისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.72 მილიარდი ლარი, ხოლო უცხოური ვალუტით 18.58 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი. შინა მეურნეობების საკრედიტო პორტფელი კი 33.31 მილიარდი ლარია. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მაისის ბოლოსთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.13% შეადგინა. რას აჩვენებს სესხების ზრდის ტემპის შენელება? არის თუ არა ეს დაკრედიტების ტემპის ნორმალიზება თუ ეკონომიკური აქტივობის შენელების მანიშნებელი? ნუცა შუბაშვილი მუშაობს თემაზე და შეფასებებს შემდეგ გამოშვებებში წარმოგვიდგეს. ქვეყანაში ქერისა და ხორბლის აღების პროცესი დაიწყო. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ფერმერები წელს ხორბლის ხარისხთან მიმართებით გამოწვევებს ელოდებიან, თუმცა ამბობენ, რომ მოსავალი რაოდენობრივად გასულ წელთან შედარებით უფრო მეტი იქნება. რა გამოწვევები აქვთ მოსავლის აღების პროცესში ფერმერებს, რა არის საპროგნოზო მოსავლიანობა და როგორი იქნება წელს ხორბლის ჩასაბარებელი ფასი? ანუკა ჯოხაძე შემოგვიერთდება მე შეფასებებით შემდეგ გამოშვებებში. ხორბლის მოსავლის აღება შედის აქტიურ ფაზაში. რაც შეეხება მოსავლიანობას, საშუალო მოსავლიანობა იქნება წელს შედარებით უკეთესით შეიძლება ითქვას და ხარისხობრივი მაჩვენებლებიც როგორც ყოველთვის ჩვეულებრივ 50-50-ზე ასე ვფიქრობთ, იმიტომ რომ ანალიზებიც გაკეთდა და დაახლოებით ნახევარი იქნება საფურაჟე და ნახევარი სასურსათო. წინასწარ მონაცემებით ხორბლის მოსავალი იქნება საშუალო და შეიძლება საშუალოზე მეტით, იმიტომ რომ წინასწარ ამას ვერავინ გასაზღვრავს, უნდა შეუწყოს ხელი ამიტომებმა, აღების პროცესებმა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პირველი გაჭრილი ახლა წინასწარ ინფორმაცია გუშინ იყო, პირველი გაჭრილი ალაზდის ველზე სამწუხაროდ წვიმები იყო და შესაბამისად ხორბლის ხარისხობრივი მაჩვენებელი არც ურთა სახარბიელოა, მაგრამ გადმოსვლა ხდება ამ დღეებში სხვა რაიონებში და იქ იმედი მაინც არის, რომ უფრო ხარისხიანი ხორბალი იქნება.
საქართველოში გენერაციის ობიექტებს მაისში წყლის დაღვრა და გენერაციის შეზღუდვა მოუწიათ. მიზეზი მთავარ საექსპორტო ბაზრებზე ელექტროენერგიაზე მოთხოვნის და ფასის კლება. საქართველოს ელექტროენერგიის ექსპორტი გასული თვიდან დაიწყო. TBC კაპიტალის მონაცემებით მაისში ექსპორტზე 201 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია გავიდა, რაც წლიურად 35%-ით შემცირებული მაჩვენებელია. არსებული მონაცემებით ივნისში სურათი გაუმჯობესებულია და საქართველოსგან უკვე ექსპორტირებულია დაახლოებით 350-400 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია. მცირედით გაზრდილია ფასიც, რაც გასულ თვეში 4.6 ცენტს შეადგენდა. ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზით წელს 776 მილიონი კილოვატ-საათამდე ელექტროენერგიის ექსპორტი იქნება შესაძლებელი, რაც ჩამორჩება გასული წლების რეალური ექსპორტის მონაცემებს. მაგალითად, შარშან საქართველოს მილიარდ კილოვატ-საათზე მეტი ელექტროენერგია გაყიდა, 2023 წელს კი უფრო მეტი, თითქმის 1.5 მილიარდი კილოვატ-საათის ელექტროენერგია გაიტანა ექსპორტზე. რა სურათია ელექტროენერგიის საექსპორტო ბაზრებზე, რის ხარჯზე იზრდება ქვეყნის შიდა მოხმარება და რამდენად პასუხობს ქვეყნის ენერგოპოლიტიკა სექტორში არსებულ გამოწვევებს. თემაზე სტუმართან ერთად ვისაუბრებთ 15 საათზე და 30 წუთზე ითი სინერჯის დამფუძნებელი მერაბ ლომინაძე უპასუხებს საქმის კურსის კითხვებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი რუსთავის აზოტის საწარმოში ბოლო წლებში განხორციელებულ გადაიარაღების შედეგებს გაეცნო. დაათვალიერა საამქროები, ჩამდინარე წყლების გამწმენდი ახალი ნაგებობა, კონდენსაციური ელექტროსადგური და ინფორმაცია მიიღო იმ თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ, რომლებიც საწარმომ გარემოზე მავნე ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით დანერგა. აღსანიშნავია, რომ რუსთავის აზოტის სამინისტროს მიერ გაცემული გარემოს დაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობებით საქმიანობს. 2022 წლიდან საწარმო ჩართულია გაფრქვევების უწყვეტი თვითმონიტორინგის ელექტრონულ სისტემაში, რისი საშუალებითაც გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საწარმოდან მავნე ნივთიერებების გაფრქვევის უწყვეტ კონტროლს ახორციელებს. რუსთავის აზოტი ერთადერთი საწარმოა საქართველოში, რომელიც მინერალურ სასუქებს აწარმოებს. პროდუქციის ძირითადი ნაწილი ექსპორტზე ევროკავშირის, სამხრეთ ამერიკის, აზიის და აფრიკის 15-მდე ქვეყანაში გადის. ეს საწარმოება არის ერთის მხრივ, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე სოფლის მეურნეობის განვითარების, სასუქების წარმოების ნაწილში, აგრეთვე აღსანიშნავია და სამაგალითოა ის გარემოს დაცვითი ღონისძიებები, რომელსაც აზოტის ქარხანა ახორციელებს, ერთ-ერთი სანიმუშო და სამაგალითო და თავისთავად ცხადია, მნიშვნელოვანი არის, როდესაც ქვეყანაში ასეთი დიდი კომპანიები არის და ასე მაღალი პასუხისმგებლობით უდგებიან გარემოს დაცვის საკითხებს, ერთ-ერთი ხაზგასასმელი და აღსანიშნავია. ჩვენ ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვაკავშირებს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ასევე როგორც მის ხელმძღვანელობასთან, ასევე გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტთან. კერძოდ აღნიშნული უწყება ძალიან აქტიურად არის ჩართული საწარმოს საქმიანობაში მიმდინარე პროექტებში, რომელიც დაკავშირებულია გარემოს დაცვასთან და საკმაოდ აქტიურ კონტროლს უწევენ ჩვენი წარმოების საქმიანობას. საქართველოსა და საბერძნეთის მთავრობებს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმების ამოქმედებისთანავე მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობების მფლობელები თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს. მსგავსი ტიპის შეთანხმება საქართველოს ასევე გაფორმებული აქვს ესპანეთის სამეფოსთან და ირლანდიასთან, სადაც ქართული მართვის მოწმობების გადაცვლაა შესაძლებელი. ევროკავშირი გაზის საცავების შევსების წესების შემსუბუქებაზე შეთანხმდა, რომლის მიხედვითაც გაზის საცავების შევსების წესები ახალი, უფრო მოქნილი პირობებით 2 წლით გაგრძელდება. ამასთან თითოეული გათბობის სეზონის წინ დაგროვების სიმძლავრის მიზანი 90%-ზე რჩება, თუმცა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მისი მიღწევა ნებისმიერ დროს შეუძლიათ 1 ოქტომბრიდან 1 დეკემბრამდე პერიოდში. ადრე 1 ნოემბერი მკაფიოდ იყო განსაზღვრული. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ეს მას საშუალებას მისცემს უკეთ მოერგოს ბაზრის ცვალებად პირობებს და თავიდან აიცილოს ფასების მანიპულირება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის კონტექსტში. ასეთი იყო ამბები ამ დროისთვის, განახლებული ინფორმაციით ზუსტად 1 საათში ბრუნდებით პირდაპირ ეთერში დროებით.